ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 წელს საქართველოში პირველად იმართება. მასში 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები მონაწილეობენ. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 26 მაისს შემოვიდა და იმ დღიდან ცეცხლმა მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა დაიწყო. ჩირაღდანი 2 თვის განმავლობაში 67 რაიონსა და ქალაქს შემოივლის. იმერეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. საჩხერეში მზადება დილიდან მიმდინარეობდა. ოლიმპიური ცეცხლი კი 17 საათს შემოვიდა. ესტაფეტაში მონაწილეობას 6 მეჩირაღდნე იღებდა. ცეცხლი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ჩაიბარა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს გადასცა. სწორედ მალხაზ ბაზაძემ აიღო სტარტი საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან ჩირაღდანი ვეტერან სპორტსმენს თამაზ ლაშს გადასცა. რაც შეეხება ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშებს, ეს მისაბაძია და საჩხერეში ოლიმპიური ცეცხლი შემოვიდა. საერთოდ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოსთვინაც და რა თქმა უნდა საჩხერისთვინაც და საჩხერე იმისთვის არის ძლიერი და კარგი, რომ საჩხერემ შეძლო პატარა რაიონმა ოლიმპიელი გაეზარდა და კიდე იზრდება მომავალი ოლიმპიელი. თამაზ ლაშხისგან ჩირაღდანი თეიმურას კვესაძემ მიიღო. მან თავის მხრივ ოლიმპიური ცეცხლი ძლეოსან ქეთი ფხალაძეს გადასცა. ბედნიერები ვართ სუღელანი, რომ ცეცხლი ჩამოგზავნა საჩხერეში, ეს შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს და გახარებულები ვართ სუღელანი. ძალიან ამაყი ვარ პირველ რიგში და ძალიან მიხარია. უფრო დიდი мотиваციაა ჩემთვის და უფრო მიამაყება, რომ ქართველი ვარ. ასევე მინდა ვისარგებლო იმ შემთხვევით და მიუსამძრო ყველა ქართველს, რომელმაც ძალიან დიდი გული გვატკინა ამ დღეებში. არ შემიძლია ემოციების გამოხატვა. რამდენადაც ბედნიერი ვარ, იმდენადაც უბედური ვარ საქართველოს შექმნილი მდგომარეობით. ქეთი ფხალაძისაგან ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს გიორგი ასანიძეს გადაეცა. ჩვენ ვინ ესტაფეტა გადავცეთ იმერეთს, ვინაიდან შემდეგ იმერეთმა განაგზეს სხვა რეგიონებს და წავიდეს თბილისში ასე მნიშვნელოვან ოლიმპიურ ფესტივალზე. ეს მართლაც ისტორიული მომენტია, როდესაც საქართველოში ტარდება. ჩვენ ყველა ქართველი, ყველა სპორტსმენი, ყველა თუ მოხალისე ჩართულები უნდა ვიყოთ, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ, მართლაც ღირსეულად უმასპინძლებ. განსაკუთრებული სიამაყეა, როდესაც ასეთი მისია გაგესწრია და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მეჩარაღდნენ, უსურვებ მათ მიღწევა წარმატებებს და ჩვენს მომავალ ოლიმპიელებს კიდევ თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე ბევრ გამარჯვებებს, ბევრ ოქროებს, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელებს. ოლიმპიური ცეცხლის საჩხერეში შემოტანა ფინიშთან საჩხერის კულტურის ცენტრთან სამგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ დაასრულა. სასწაული მომენტია, როდესაც ჩემს რაიონში მიწევს ესეთი ფესტივალში მონაწილეობის მიღება ყველა ქართველ სპორტსმენს უსურვებს წარმატებებს ამ ოლიმპიურ თამაშებზე. და ვიცი, ძალიან გამიხარდება მათი წარმატებები და ყველა ქართველ ოლიმპიელს ულოცავთ გავანებებას. მეჩირაღდნეებს საჩხერის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ოვაციებით შეხვდა. ეს მოვლენა არის ჩვენთვის ძალიან ისტორიული მოვლენა და ჩვენ სისვაძეების საჯარო სკოლის ბავშვები წამოვედით იმისთვის, რომ შევეგებოთ ამ ყველაფერს და ძალიან გვიხარია, რომ ყველა ამას ვესწრებით და ძალიან ბედნიერები ვართ ამისთვის. ამაყი ვარ და ბედნიერი, რომ საჩხერედან დაიწყო ოლიმპიური ჩირაღდნის შემოსვლა იმერეთში. ძალიან მიხარია, ძალიან დიდი ბედნიერება არის, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა ეს ოლიმპიური ცეცხლი და ძალიან კარგი შეგრძნება არის. მეჩირაღდნეებს 13 ივნის თბილისის სტიქიური უბედურების გამო შავი ლენტები ეკეტათ. მათ საჩხერის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას 13 ივნის დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და თბილისი 2015-ში მონაწილე სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საჩხერეში. როგორც მოგეხსენებათ, ეს ოლიმპიადა არის უძველესი სპორტული დღესასწაული და ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, როცა ოლიმპიური ცეცხლი საჩხერიდან, აი ჩვენი რაიონიდან იწყებს მოგზაურობას იმერეთში და ყველგან. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ამავე დროს სასიხარულოა ისიც, რომ ამდენი ახალგაზრდობა გამოეხმაურა ამზე. ეს არის ისტორიული დღე. პირველ რიგში საჩხერისთვის, მერე იმერეთისთვის და ასევე საქართველოს გვერგო პატივი, რომ საჩხერიდან ზემო იმერეთის ამ უმშვენიერესი კუთხიდან დაწყებული იყო მოგზაურობა და ასევე დიდი პატივია, რომ ოლიმპიური ცეცხლი დღეს ღამეს გაათევს საჩხერეში. აქვე მინდა რომ ამ წუხარება გამოვხატო სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ. დიდი სიხარული არის მიუხედავად დიდი წუხარებისა, რაც თბილისში გამოსვლების გამო. მინდა
მოგახსენოთ, რომ საჩხერიდან 4 სპორტსმენი არის დაავადებული ოლიმპიადაზე წარმატებას უშუროს მათ. ოლიმპიურმა ცეცხლმა საჩხერეში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაათია ღამე. მეორე დღეს ის ჭიათურაში გაემგზავრა.